მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმე კაცთან. დღეს ჩვენი სტუმარია ბლოგერი სალომე ბარკერი. როგორ ახარ სალომე? გამარჯობა. როგორ ახარ კოზირ? კარგად, მადლობა. წინა სტუმრის კითხვას დაგისვამ ნინო გოგუაძის სამი რამ, რაც ყველაზე ძალიან გიყვარსო. ვინ არა, რამ? რამ. ცხოვრების ამ ეტაპზე ალბათ, ხო? რა თქმა უნდა. დასვენება. მუსიკა. მასაწევი. კარგი, ჯერ მანქი იყავი თუ ბარკერი გახდი? ჯერ ვიყავი მანქი. მანქი ვიყავი დიდი ხნის წინ. და საიდან მოდის ეს მეტსახელები, ვინ დაგარქვა? ხო, და ბარკერი მეცახელი დამარქვა სხვათა შორის ახლა უკვე ცნობილმა პიროვნებამ თინა მემახარაძის შეყვარებულმა ახლანდელმა. რაღაც ვაბირჟავებდით უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, კაი 10 წლის წინ და მითხრა რომ მაიმუნს გავხარო და მოდი მანქის დაგიძახებ და ესე უშუალოდ და ჩვეულებრივად და მას მერე რატომღაც და ბარკერი რა საიდან მოდის? ბარკერი არის სინამდვილეში არც არაფერი, არის ერთი ჩემი იმ დროის საყვარელი ჯგუფის დრამერის გვარი, ტრევის ბარკერის. Blink-182 იყო ერთი ეგეთი პანკ ჯგუფი, საყვარელი ბიჭების და ისი რა გვარი ხარ? ნიკოლეიშვილი. არაფერი არ მაქვს არ მალავს, ყველას გონია ხოლმე მაგას რომ მეკითხებიან, რაღაც გვარი უნდა ვუთხრა, არ ვიცი, რაღაც საოცარ გვარს ელოდებიან, არ ვიცი რა გვარს ელოდებიან, მაგრამ რაღაცას და ნიკოლეიშვილი რომ ვეუბნები, უიმე და რატო მაშინ ბარკერი? ანუ ისეთი გვარი მაქვს ჩვეულებრივი არაფერი დასამალი. აი კითხვა რა გვეშველება რამე? პრობლემა უფრო ის არის, ეს კითხვა იბადება თუ პასუხი რო არ გვაქვს? კითხვა რო იბადება, ძალიან მაღიზიანებს ეგ კითხვა. რატო იბადებ? რას მიანიშნებს ეს კითხვა შენთვის? უმოქმედობას პირველ რიგში იმის გან, ვინც მოკითხოს სვამს. გვეშველება რამე, ვის ეკითხები? ძალიან მაინტერესებს, ვის ეკითხებიან ხოლმე სინამდვილეში, ანუ ვის? ალბათ ზემოთ ვინმეს რა ვიცი. საერთოდ რამე გაჩნია დღეს თავად პრობლემად ჩვენი აი საზოგადოების. ვიქნები არაორიგინალური ისევ და ვიტყვი რომ გაუნათლებლობა ყველაფერში და ყველგან ჩემიც ყველასი საერთოდ არაპროფესიონალიზმით აქედან მოდის, გაჭირვებაც აქედან მოდის და ალბათ ყველაფერი მითები, ყველაფერი აქედან მოდის ჩემი აზრით. აი წიგნებს თუ კითხულობ. კი. და აქ შენი აზრით წიგნს მომავალი? როგორ ფიქრობ? ბეჭდური სახით? ანუ ეს ტექნოლოგიები ჩაანაცვლებს საბოლოოდ თუ დარჩება მაინც ეს პროცესი? ალბათ თუ იმას გულისხმობ, რომ იმდენი სახის გასართობი გვაქვს ახლა, იმდენი სახით, რომ წიგნი აღარ იქნება ჩვენთვის თავარი. ანუ აი პროზა და პოეზია მომავალში ისევ იქნება, როგორ ფიქრობ? პოეზიაზე ვერაფერს ვერ გეტყვი, იმიტომ რომ პოეზია არ მიყვარს ძალიან. რატო? რაღაც ცოტა პათეტიური მგონია ხოლმე. აქვს რაღაც რა თქმა უნდა არსებობის უფლება, მაგრამ მე არ მიყვარს, ანუ მე არ მიყვარს ეგრე გამოხატვა და არც მესმის ხოლმე და დიდად თავს არ ვიკლავ მოკლედ. და პროზას რაც შეეხება, მე მგონია რომ იქნება კი, იმიტომ რომ ეს არის ადამიანების თვითგამოხატვის საშუალება, ჯერჯერობით ისტორიამ გვაჩვენა რომ არის შეუცვლელი და შეიძლება ერთადერთი დაკარგოს ჩემი აზრით ინფორმაციის მიღების მთავარი ფუნქცია ალბათ, იმიტომ რომ წიგნიდან შეიძლება ადრე ძალიან ბევრი ინფორმაციას გადასცემდნენ, მაგრამ დღეს ყველამ ვიცით, რომ უფრო მარტივად წიგნში სანამ რამეს მოძებნი, ჯობია რომ აგერ Google გახსნა და search-ში ძალიან მარტივად იპოვა, რაც გაინტერესებს და მაგ ფუნქცია სავარაუდოდ დაკარგოს და შეიძლება რაღაც შეიცვალოს ცოტა მიმართულება და რაღაც გავერთოთ უფრო ამ წიგნების კითხვით. დღევანდელ ქართულ სოციალურ ვირტუალურ სივრცეს როგორ შეაფასებთ? რა ხდება დღეს ამ სივრცეში? ყველაფერი. დავაგდა რაღაცეები, ნუ იცი რომ ქაოსი იყო. იცი რაღაცა არის, ძალიან სულ რამდენიმე რაღაცად იყოფა ეტაპად არა, ალბათ უფრო კლანებად იყოფიან ადამიანები. ისევ როგორც რეალურ ცხოვრებაში, სამეგობროებად, რაღაც სამეგობრო წრეებად, ყველას რაღაცა თავისუფალი განსაზღვრული ქცევის მოდელი აქვს ამ ყველა ძირითადი ისინია ჯგუფები. ძირითადი არის, ნუ ეხლა არ შემიძლია რა ვნიშნო, რომ გოგი გვახარიას კლანი.
ესე ყოფენ ხოლმე, ანუ რა ვიცი და სახასიათოა ხოლმე რაღაცებს მაგალითად მარტო ერთი კონკრეტული ადამიანები ალაიქებენ კონკრეტული ადამიანის პოსტს. აი თითქმის სულ ყველა პოსტს ერთი და იგივე ადამიანები. ანუ პრინციპში არ არის ეგ ჩემთვის ხდიდად გასაკვირი, იმიტომ რომ ყველა ეძებს თავის თანამოაზრეს, ხო? ჩემი აზრით ეგ არის საერთოდ რაზეც დგას მთელი Facebook-ი და სოციალური ქსელი, ვერ ვიტანავ სიტყვას სოციალური ქსელები. Facebook-ი რაზეც დგას არის, რომ ყველა ეძებს თანამოაზრეს, ააზიარებს თავის რაღაცას, რაშიც ისევ პოულობს თანამოაზრეს და ასე შემდეგ და დღევანდელი აი როგორი საზოგადოებაც გვაქვს, დაახლოებით ეგეთია, ყველა ჩხუბობს. ხო და არ დაიკლო ამ აგრესია? ჩხუბმა? არა, აი გააჩნია რა მოხდება ხოლმე, რაღაც ისეთი მოხდება. მაგალითად ერთი ძალიან საინტერესო იყო ზაფხულში შევამჩნე პირველად. პროცესად დავაკვირდი. ზაფხულში ხო შვაბუნებები ყოველს ისე გვაქვს რა, ზოგს დასაწყისში, ზოგს შუაში, ზოგს მერე და მაგაზე მახსოვს რომ აი მთელი ზაფხულის განმავლობაში ვკითხულობდი რომ ვინც ჯერ არ წასულა შვებუნებაში, ისე ჩხუბებოდა იმათ რომ ნუდებთ შვებუნების ფოტოებს, იმიტომ რომ ჩვენ ოფისებში ვზივართ ვიგუდებით, ვინც წავიდა მერე ის ნიშნის მოგებით იძახდა რომ აი ჩვენ არ დავდებთ ეხა ფოტოებს და არ შეგაწყენთ თავს, იმიტომ რომ აი თქვენ რო დებდით, ან მერე დებდნენ, ну რაღაცა. ყველა ერთმანეთს უტრაკებს მოკლედ რა, როგორც შეუძლიათ. აი ზოგადად მედია თუ ვითარდება ჩვენთან? ვითარდება ალბათ ერთ ადგილას ხო არ იქნება გაჩერებული. ამ ხრი რამდენად ჩართულია მედია და ახლოს არის ეგრეთ წოდებულ ვირტუალურ მედიასთან. მაგეთკენაც არის კი წინსვლები. ზოგი მიხვდა რომ Facebook-ის გვერდი უნდა კონდეს და იქ რაღაცები დაპოსტოს. ზოგი მედია მაგას როგორც იქნა მიხვდა. მე რა გახსენდება ყველაზე უცნაური ან სასაცილო აი შენი წარსული მოღვაწეობიდან ამ მიმართულებით. იცი როგორი ამბებია, ძირითადად აი წერ ხოლმე, იმიტომ რომ დასაწერად უფრო წასაკითხად უფრო ადვილი გასაგებია ხოლმე, ანუ მოსაყოლად აი ხო იცი იქ უნდა ყოფილიყავი ხდება ხოლმე და ერთი არის ესეთი რომ შეიძლება ეხლა სასაცილო იყოს, არ ვიცი თავს ვერ დავდებ. გაზაფხული იყო, მე მგონი მაისი ან მაქსიმუმი შეიძლება ივნისი ყოფილიყო ზაფხულის დასაწყისი. მე ხო ჩემი ცოლის დაქალების გვერდიც ვარ. და ჩემი თორის დაქალების სახელით საზოგადოებას ვესაუბრები ხოლმე და მოკეთ მაისია ჩავთვალოთ ეგრე წერს ვიღაცა გოგომ ჩემი თორის დაქალების PM-ში და მეკითხება რომ საიდან არის ერთი კონკრეტული პერსონაჟი ნუნუკა რომელიც ოფლიდან არის და უპასუხე რომელიც ოფლიდანაც არის და შევამჩნე რომ გაუტყდა იმიტომ რომ რაღაც მოწყენილი სმაილები მომწერა და აუ და რა მოხდა მეთქი შევწუხდი ძალიან და ჩემ ქმართან მქონდაო ნიძლავიო მაგაზეო საიდან არისო და წავაგეო და უიმეთქი და ეს ჩემი ცოლის დაქალების სახელით ხდება ოღონდ ეს ყველაფერი და მეთქი და რა წააგეთ თქო თუ საიდუმლო არ არის თქო და $100 და ვაი მეთქი რას ამბობთ $100 ეხა ამ ხელაზეა კურსი და მაშინ იყო რაღაცა 2.18 თუ რაღაცა 2.20 მოკეთ ანუ ძალიან ცუდ დღეში იყო $1 უკვე იმ გადმოსახედიდან და რას ლაპარაკობთ მეთქი ხარ რთულია თქვა ამ ხელა კურსით ამ ხელა თავის ჩაბარება და რაღაცეებს ველაპარაკე და ძალიან წამომყვარა და ეხლა მოვატყუო და თავიდან რომ მოგწეროთ და რო თქვა რომ ისე მიპასუხოთო რომ მითო მოვიგეო და მეთქი არა ეს სიმართლე უთხრათ ჩემია და რაღაც ძალიან დამეგობრდით უკვე და მე ბოლოს ურჩიე მივხვდი გამოსავალს და ჩემი აზრით და უთხარი რომ მეთქი იცით რა განით მეთქი უთხარით რომ წააგეთ თქო მაგრამ ჩააბარეთ მეთქი ორ თვეში აგვისტოში თქო და აგვისტოში რატო და მეთქი აგვისტოში იმიტომ რომ აგვისტოში $1 შემოდის მეთქი ქვეყანაში ტურისტული სეზონია დეფიციტი არ არის $1 თქო და შესაბამისად $1 ძვირი არ ღირს მეთქი ანუ კურსი დაიწევს თქო და ნუ ძალიან გაუხარდა და ძალიან დიდი მადლობა და ვაიმე და ეგრე ვიზამ და რაღაცა და გავიდა ორი თვე მოვიდა აგვისტო და $1 გახდა 2.40 და მთელი აგვისტოს განმავლობაში ფიქრობდი რა ვუქენი საწყალ გოგოს $20 გაგვალი კი და გავუსტუმრებ აუცილებლად კაი, აი რომელი ფილმი არ გბეზდება არასდროს? როგორ მოვკლათ მეზობლის ძაღლი. არის ეგეთი ფილმი, არაფერი განსაკუთრებული, რაღაც ბრიტანული კომედია, ტრაგიკომედია თუ რაღაც ეგეთი მოკლედ და ძალიან ანუ სულ არ ვუყურებ ახლა შეიძლება 1-2 წელი არ მინახავს, მაგრამ რატომღაც ოდესღაც როცა ვნახე ძალიან მომეწონა და მე სულ ესე მახსენდება ხოლმე რომ არსებობს და შეიძლება მიუბრუნდა და უყურებ ჩვენიერ დღესაც. და სერიალი რომელი გიყვარს? ჩემი ცოლის დაქალების ჩემი ცოლის დაქალების გარდა ქარადაი და სტამბოლის ცა. სერიალი მიყვარს, Game of Thrones-ი მიყვარს ძალიან.
ამ წუთში ნარკოსი ნახე და მომეწონა ძალიან, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად გადაღებულია თან ის ესთეტიკა, რომელიც მე ძალიან არ მიყვარს სამხრეთული, მაგრამ ისე გადაიღეს, რომ შემიყვარდა და იქ მომინდა ყოფნა და ეგეც კარგი სერიალია. Netflix-ის არის. Netflix-ის არის მე მგონი, ხო? შეიძლება HBO, არ ვიცი, ხა ვიღაცამ არ მეჩხუბოს ამის გამო თავს ვერ დავთებ ისია. თავარია რომ რაღაცა ჰოლივუდის არის და კაია მოკლედ. და შენ რომ ფილმში ითამაშებდი და ვის? რანაირ კითხოს მისვა. მე რომელ ფილმში ვითამაშებდი და ვის? ნუ რა ვიცი, ალბათ სადმე ყველაზე. House of Cards-ში ვითამაშებდი. House of Cards-ი ძალიან მიყვარს და ამავე წლამდე პასუხა, ვითამაშებდი Carrie Underwood-ს დიდი სიამოვნებით. კაი, ახლა მოდი ვითამაშოთ ასოციაციობა და მე შენ გეტყვი ვიღაცებს და შენ აი პირველი რაც გაგახსენდება, მითხარი ის. ცენზურა დავიცვა? ცენზურა შეგიძლია არ დაიცვა. დავიწყოთ? დაიწყე. ეკა ბესელია. ის ფეხსაცმელები რაღაც თეთრი. ბესელკი. უფრო როგორ სუნი გამახსენდა ცუდი. რომელი? აი, ცუდი სუნი. ბაჩო ახალაია. ბაჩო ახალაია სოხუმი. მიხეილ ხუბუტია. პუტინის ტრაკი გამახსენდა პირველი ბოდიში. ირაკლი ღარიბაშვილი. ირაკლი ღარიბაშვილი ის რაღაც ცხოველი არის, არ ვიცი რა ქვია. რომ ამ მსგავსებმა ხოლმე Facebook-ზე ხშირად ხვდება. სახელი არ ვიცი, მაგრამ რაღაც ესეთი ნიკაპი ალბათ ესეთი წეული. კარასინი აბაშიძე. რავი, გეი პორნო რამე. პატრიარქი. ერთი სიტყვა რაღაცა. რამდენიმე თუ? აი მომაბეზრებელი, აი ესეთი ბურთს რო უჭრის ხოლმე ბავშვებს ეგეთი მოხუცი. ზაქარია ქუცნაშვილი. ახლა ეთქვა მას მედიის გავლენის ქვეშ ვარ, იმიტომ რომ ქუდი მახსენდება პირველი და რატო არ ვიცი. აი, გია სურამელაშვილი. და საყვარელია გია. მახსენდება ქალების კივილი, რომელზეც ყვება რომ იყო მე არ მოვსწრები ვარ, ანუ ალბათ მოვესწარი, მაგრამ არ მახსოვს, მაგრამ ეს ქალების მასიური კივილი და წივილი, რომელიც ხდებოდა გიას კონცერტებს და გადაღեղილი გულკერტი. ი ბატონო. ღმერთი ადამიანმა შექმნა თუ პირიქით მოხდა? რა თქმა უნდა ადამიანმა შექმნა. რატო შექმნა? იმიტომ რომ მარტო დარჩენის შეეშინდა. და კიდევ იმიტომ რომ რაღაცებს ვერ ხსნიდა თავის დროზე, როცა ადამიანი არსებობდა და ღმერთს ქმნიდა, რაღაც მოვლენები რაც მაშინ ხდებოდა, მისთვის იყო აუხსნელი და გადაწყვიტა ალბათ მაშინ, რომ მოდი აი ესე, რასაც ვერ ხსნი, ერქვა სახელი ღმერთი და იმიტომ რომ მაშინ როცა მაგას აკეთებდნენ, ყველაფერი იყო ღმერთის დამსახურება, ხო? ეს ღმერთი არ ვიყარგო, მაინც და მაინც ქრისტიანულ ღმერთზე, არამედ ღმერთებზე და რო წვიმდა და ღმერთის დამსახურება იყო, ეს იყო ადამიანის გაუნათლებლობის და უცოდინრობის ბრალი. შენ თუ გწამს აი რამე არა? არც არაფრის. დღევანდელ ეკლესიაში რა ხდება, როგორ ფიქრობ? რა ხდება ცუდი, რა ხდება კარგი? ბიზნესი აქვს, რომელიც მუშაობს. შეიძლება დღევანდელი ჩვენი ეკლესია გამოდგეს კარგ მაგალითად კაპიტალისტურ სახელმწიფოებში, როგორ უნდა აწყო წარმატებული ბიზნესი ძალიან იაფად. ან უფასოდ საერთოდაც. მე მგონი უფასოდ, იმიტომ რომ იმ ეკლესიებსაც ხობს ეშენებინებენ და შესაბამისად უფასოა აბსოლუტურად ყველაფერი. რაც მათ დაუჯდათ თორე ეს ყველაფერი ხალხს აი ჩვეულებრივ ბიზნესია, რა ვიცი, ვერ უყურებს ხანაირად რა ვქნა, ეს არის მართლა ბიზნეს მოდელია. როგორ დავარწმუნო ამაში ყველა არ ვიცი, მაგრამ მართლა ბიზნეს მოდელია ის, რომ უნდა გადაიხადო ფული აუცილებლად ნაკურთხ სანთელში და ესე შეხვიდე აუცილებლად იმ ეკლესიაში, რომელშიც აუცილებლად რაღაცა ამ ხატთან უნდა მიხვიდე, ის რაღაც თავსაფარი უნდა გეხუროს, ყველაფერი რაც გაწერილია, ასე მგონია, რომ არის ბიზნესი და არაფერი საერთო მას არ აქვს იმ წმენასთან, რომელსაც გადაგებენ. აი შენ ვარ შეგიშვენ შარვლით ეკლესიაში რა სიზა? არ შევალ ალბათ და საერთოდაც არ. აი რო გინდოდეს შესვლა. ვიყავი ამას წინათ, მეგობრის ჯვრის წერა იყო და მოვხვდი ეკლესიაში და შარვალი მეცოდა, სხვათა შორის ველოდებოდი, ეხლა რომ ვინმე გამომენთოს და მითხრას რომ შარვლით არ შეხვიდე, რას ვიზამდი. სიმართლე გითხრათ, წინასწარ არ ვიცი, ალბათ ჯერ ვეცდები რომ ავხსნა რომ სურნელური არგუმენტია, არ ვეჩხუბები ალბათ, ვეტყვი რომ რატომ
და მე ალბათ მეტყვის რომ დედაკაცი შარვალში ძაკს უფალსა და ამაზე გამეცინება ალბათ, იმიტომ რომ ეხლა სხვანაირად ვერ უყურებ და მე ალბათ გამომაგდებს. ისედაც რომ გამეცინება, მე არ უნდა გამოვასწრო და გამომაგდებს. აი 21 საუკუნის ყველაზე მაგარი ქართველები ვინ არიან შენი აზრით? ქეთი დევდარიანი. Yes. ესეთი ყველაზე მაგარი ქართველი დღეს 21 საუკუნე ხო ეხა არის, ანუ ეხა 2000-ის მერე. 2000-ის მერე. კიდე? ელენე ხოშტარია მიყვარს კიდე ძალიან. და სუბიექტური უნდა ვიყო ხო რა ობიექტურობა. კი, სუბიექტურად ელენე ხოშტარია. კიდე ყველა ვინც უჩა ქემაშვილი არის ერთი ეგეთი ბიჭი, არ ვიცი გაგიგია თუ არა. უჩა ქემაშვილი არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ცხოვრობს მე მგონი ლაგოდეხის რაიონია, არ ვიცი, სოფელი ჩუმლაყია ეგეთი და უჩამ თავისი სახლის წინ გააკეთა სკამები მაგიდა, გადმოკიდა Wi-Fi უფასოდ და დაარქვა ამ ყველაფერს უჩას სკვერი და ყველას უთხრა თავის სოფელში, რომ ვისაც გინდათ ინტერნეტში ყოფნა და აქ არ გაქვთ სახლში, მოდით აქ. ხო და ეგ ბიჭი 1-2 წელია მე მგონი რაც ეს სკვერი აქვს და ეგ არის ჩემთვის მაგალითი იმის როგორ შეიძლება იყოს როგორ სასარგებლო შეიძლება იყოს სხვებისთვის ადამიანის რაღაცა ეს კერძო ინიციატივა და ეხა ინტერნეტ ფორუმზე ვიყავი რამდენიმე დღის წინ და იქ გამოვიდა უჩა და ყველას ეგ შთაბეჭდილება ჰქონდა და მოკეთ ძალიან კარგი ბიჭია და ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი ანუ უჩები არიან ჩემთვის საუკეთესო ქართველები. რა შეგვიქმნია ჩვენ სოფლიო მნიშვნელობის როგორ ფიქრობ? ვეფხისტყაოსანი. არ ვიცი, კიდე სადმე რამე გავიტანე, ღვინო ალბათ? არ ვიცი, ღვინო მსოფლიო მნიშვნელობის რო არის დიდად არ ეტყობა. ანუ რა უყო, სხვა ღვინოებიც არსებობს, ბევრი კარგი გემრიელი და თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აქ გაცილებით ადრე ვაკეთებდით, თქვა ღვინოს ვიდრე სხვაგან, ალბათ ეგეც, მაგრამ მაინც უფრო გლობალური მნიშვნელობის საერთოდ მთელი მსოფლიოსთვის გონია, რომ არის უფრო ვეფხისტყაოსანი. აი, ეს სამშობლოზე მაგრამ ვინ გიყვარს, ან რა გიყვარს? ნინი ქარსელაძე. ქალთან თუ გიფლირტავია როდისმე? ან თუ უფლირტავიათ და წაყოლიხარ? კი, ერთიც და მეორეც. მიფლირტავია კიდეც. მერე? ჩემი განწასული ინიციატივა არ დამთავრებულა რაღაცა ეხლა რაღაცებში არ გადაჭრილა ყველასთვის საყვარელ სცენებში არ მისულა რაღაცა სადღაცამდე მივსულ ვარ სხვისგან წამოსულშიც რამდენიმე სხვადასხვა იყო ეს ეხლა ერთს არ ნიშნავს მაინც და მაინც და არაფერი რა მაინტერესებდა თავის დროზე და მივხვდი რომ არა ანუ არ არის ეს ჩემი არ მომწონს ისე ვინ მოგწონს აი რომელი ქართველი ქალია შენთვის სექსუალური იცი როგორ არის ძალიან მიჭირს ხოლმე ხშირად ვლაპარაკობ ამ საკითხზე მეგობრებთან ერთადაც და როცა განვიხილავთ ვიღაცა სექსუალურად სულ ყველა არის ხოლმე რომ ამბობს რომ აი ეს არის ლამაზი და არის სექსუალური და ჩემთვის სექსუალური ვერაფრით ვერ არის ნებისმიერი ძალიან ლამაზი ადამიანი რომელსაც თავში რაღაცები არ უდევს და ამიტომ სულ მიჭირს ხოლმე თქვა ამაკეთე ძალიან ჭკვიანი უნდა იყოს მოკლედ მე რომ სექსუალურებოდეს და რა ვიცი ალბათ ისევ იმორს ვიტყვი ახლა და მე საღამოს პარემ სადმე დავპატიშებ ორივეს კაცი სექსუალური კაცი ქართველი ხო ალბათ დღეს ჩემი შეყვარებულია სექსუალური კაცი კი ბატონო. და ორალური სექსი რატო აღიზიანებთ ვიღაცებს და არ ევასებათ, როგორ ფიქრობ? რა სისუნელია, როგორ არ ევასებათ? რატო ილანძღებიან, როცა ისმენენ, რომ ვიღაცას მოწონს ეს ან კომპლექსია ჩვეულებრივი ეს არის, ანუ ის არის რა, რაღაცა არ არის ადამიანი მზად იმისთვის, რომ ვიღაცა მეორეს ალბათ უთხრას, რომ კი, შეჩემა კაია, როგორ არა ასწორებს, ანუ რაღაცა ჩვენთან ხართ დემონიზებულია სექსი არის, ცუდი აქტი, ბინძური, ფუ, ჩუმა, ციბნელეში, კაი, ბავშვის გულობიზა, ესა ისა და ორალური სექსი კიდევ უფრო ცუდია, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა პირში, რაიმე უნდა ჩაიდო ეხა. ხო და შესაბამისად, რა ვიცი, როგორც არ ლაპარაკობ
ლაპარაკობენ ტუალეტში გასვლაზე და იმაზე რამდენს და როგორ შვებიან იქ, ისე არ ლაპარაკობენ სექსზე და შესაბამისად აღიზიანებთ ალბათ, იმიტომ რომ იქ ასოცირდება სიბინძურესთან, რაც ძალიან ცუდია. შენი მთავარი კომპლექსი რა არის? ჩემი მთავარი კომპლექსი არის მე მგონი რომ არ დამცინონ. და არ ვიცი როგორ უნდა მეპასუხო იცი? მე კომპლექსები არ მაქვს. კომპლექსი ბოლოს მქონდა 16 წლის რო ვიყავი და რა კომპლექსი. ძალიან მეცნება ხოლმე მაგას რომ ამბობენ, იმიტომ რომ მაშინ გამოდის რომ არ განვითარდა ის ვიღაცა. ამ ყველაზე მასიური კომპლექსი რა არის ქვეყანაში, როგორ ატყობ? კომპლექსი ქვია თუ რა მაგას არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მასიური, ასე ვთქვათ, დიაგნოზი რაც შეიძლება ჩვენ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს დაუსვათ და რაც სჭირთ, ეს არის რომ ეს ადამიანები არ უსმენენ საკუთარ თავს არასოდეს და არ ელაპარაკებიან საკუთარ თავს და ვერც იაზრებენ შესაბამისად, რას რატო აკეთებენ ან რატომ არ უნდათ რომ გააკეთონ. ანუ აქ არიხედებიან ხოლმე რაღაც აქ უბრალოდ. მაგის ბრალია რომ გულწრფელები არ ვართ? რა თქმა უნდა, როცა ჩვენ არ ვიცით რისი თქმა, რა გვინდა, რა გვიხარია, რა მოგწონს და ამაზე საკუთარ თავთან არ გულაპარაკია და რასაც ესე ვიღაცა გვეტყვის და თავს დაუქნათ და მე მაგას ვაწვევით, რა თქმა უნდა, ტოტალურად ფარისევლები ვართ, როგორც სხვებთან, ისე საკუთარ თავთან პირველ რიგში. ქალების კვოტირებაზე რა ვფიქრობ? არაფერს კარგს. რატო? რა რითი ასაბუთებ ამას? ამას ვასაბუთებ იმით, რომ ამ წუთში შეიძლება გაბრაზდეს ახლა ვიღაცა, მაგრამ მისაუბრია სხვათა შორის მიკამათია ზუსტად იმ ადამიანთან ერთ-ერთთან, ვინც არის კვოტირების ინიციატორი. და ამ კამათის შედეგად მივედი ამ ადამიანთან, მან მითხრა ბოლოს და ბოლოს ის ფრაზა, რაც მე მეგონა რომ მე ვფიქრობდი რომ ამას ალბათ მაგიტო აკეთებენ და არასწორია. მე არ ვთვლი რომ ადამიანის სქესიც გამო უნდა შეირჩეს, გინდა პარლამენტში და გინდა ნებისმიერ სხვაგან. და როცა ჩვენ ლაპარაკობდით და მე ვეკითხებოდი რომ თავარი არის რომ ადამიანს ჭკუა კონდეს თავში თუ ებას, მან ბოლოს და ბოლოს მითხრა რომ სულ ერთია ებას, ეხა ეს არის მნიშვნელოვანი და მე ჩავთვალე რომ ხო არა არ მინდა რომ თავარი იყოს პარლამენტში რომ ადამიანს ებას მინდა რომ თავში იყაროს რამე და რა მნიშვნელობა ქალი იქნება კაცი თუ უცხო პლანეტელი. აი ქართულ ფემინისტებზე რას ვფიქრობ? ეს ზოგადად ყველაზე ერთი და იმავეს ვერ ვფიქრობ. არსებობენ სხვადასხვანაირი ფემინისტები, არიან რადიკალურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ეძახიან გაბრაზებულ ქალებს და შესაბამისად ბრაზით ახორციელებენ ყველა თავის ქმედებას, გინდა ფემინისტურს და გინდა ცხოვრებისეულს და ყველაფერს. და არსებობენ სხვა ადამიანები, რომლებიც სხვა ქალები და სხვა ქალი ფემინისტები, რომლებიც მუშაობენ კონკრეტულ საკითხებზე, ბრაზის და შეიძლება გაბრაზებულებიც არიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც მოკეთ ცოტა უყურებენ კონტექსტს ქვეყანის სად ცხოვრობენ რეალობას რა არის პრობლემები და რაღაც კონკრეტულ ძალიან ისეთ key ადგილებში ანუ საკვანძო ადგილებში მუშაობენ მაგალითად ვიცი ორი ესეთი ადამიანი ანა არგანაშვილი და ანა აბაშიძე ანები ეგრეთ წოდებული ეგრეთ ეძახიან სულ ხედავ ხოლმე ისინი მაგალითად სულ არიან რაღაც პანკისში ჩადიან და ახალგაზრდებთან აქვთ ხოლმე სულ ტრენინგები და ეგ ძალიან მომწონს ქართლის დედას შენ რას დააჭირებდი? აღარ ყავს ხო ქართლის დედა გავიხედე ინსტიტუტურად. ქართლის დედას გააჩნია როგორ საქართველოში ვიცხოვრებდი. აი ეხლა როგორში ცხოვრობ? ახლა რა ვიცი არაფერს არ გამოუცვლიდი ალბათ პულტს დავაჭერინებდი უბრალოდ მის ხმლის მაგივრად ხელში იმიტომ რომ რატო არ ვიცი. რეალურად უყურებდა ალბათ ქართლის დედა და მეორე ხელში აჭიროს ისო თასი, იმიტომ რომ ეგ როლი სამწუხაროდ არ შეცვლილა. ხო. პირველი მიგახსენდება სიტყვაზე ორგაზმი. ვინ? რა, ან ვინ? რაზე ორგაზმი მახსენდება და ვინზე არავინ არ მახსენდება ესე კონკრეტულად. საკუთარი თავი რა. ორგაზმზე დიდ სიამოვნებას იღებ რამისგან? ჭამისგან, როცა ძალიან მშია. ხო, ელისი ბრალია, რომ აი ქართველი ქალების დიდი ნაწილი ვერ აღწევს ორგაზმამდე პარტნიორების? როგორც პარტნიორების, ისე თვითონ ამ ქართველი ქალების იმიტომ რომ არ არიან გულწრფელები, როგორაზეც უკვე ვილაპარაკეთ და იცი რა, რომ ესე მგონია რომ ზოგჯერ დასაშვებისიც არის, რომ საერთოდ არ იციან რომ ორგაზმი არსებობს.
იმიტომ რომ მე მაგალითად მახსოვს ხმარ ბავშვობაში, როცა ვიყავი პატარა 12-13 წლის, მახსოვს ჩემს სოფელში ერთი ქალი კითხულობდა ჟურნალებს და მეორე ქალს, ანუ მეზობლები იყვნენ, ესე ხმამაღლა გადასძახა რაღაც ბირჟაზე, რომ ორგაზმი რაიაო და ნუ იქ ეხა ვიღაც იცოდა ის სირცხულით დაიწვა და იმან არ იცოდა რას კითხულობდა და შესაბამისად არ იცოდა უბრალოდ და ერთი ვერსიაა რომ არ იციან რა უნდა მიაღწიონ და შესაბამისად არც ელოდებიან და ამიტომ პრეტენზიაც არ აქვთ და მეორე ვერსია რომ კი იციან რომ იქ რაღაცა კარგი შეიძლება მოხდეს მაგრამ ეხა ნუ აი ეხა ხო არ შეუსწორებენ იქ ვიღაცას და ხო არ ეტყვიან რომ არა მე ჯერ არა და შენ რო უკვე კი მე ესე დავრჩი და რაღაცა იმიტომ რომ ეხავს აი ვის და ვის სექს ნახავდი? აუ, არა ვიცი. არ მინდა რა ვის სექსის ყურება. მე მგონი რაღაც ჭირს თავში, იმიტომ რომ ცუდი მომდის ხოლმე თავში აზრად. კაი, ეს შენ თაობას და ჩემ თაობას შორის რა განსხვავებაა? ან არის თუ არა საერთოდ? აი თქვენმა თაობამ ჩვენ ცოტა ტვინი ხო. მოგიტყნა კი. რატო? რითი? იმით რომ აი რას თქვენ ვერ შეძელით, ძმაო, ჩვენ უნდა ვქნათ. ხო და ჩვენ არც არაფერი დიდად არ გქონდა. ეხა მაგისთვის საბაზისო მომზადებული არ ვიყავით. ჩვენც დავიბადეთ. მე დავიბადე 99 წელს და შესაბამისად ჩვენც გავიზარდეთ ნავთის და პურის რიგებში და მერე უცბად ჩვენ დროს მოხდა ის ცვლილება, სადაც მე მაგალითად საკუთარი ცოდნით ჩავაბარე და არ უყიდია ჩემთვის არავის ადგილი სადმე უნივერსიტეტში და ეს იყო ჩვენი რაღაც წარმატება რა, მაგრამ მაგ ჩვენს წარმატებას რაღაცა ჩვენი თაობის წარმატებას ცოტა წინა თაობა ცოტა შეეწირა სავით, იმიტომ რომ ჩვენზე გადმოვიდა მთელი აქცენტი, რომ აი ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩვენ უნდა წავიყვანოთ ეს ქვეყანა და ჩვენ ვართ მომავალი და მე ცოტა დაგვებოღმა ეს ჩვენი წინა თაობა და მე ისინი დარჩნენ ცოტა ჰაერში და ეხა არ ვიცი წაითვართ, მე მგონი ისევ მომავალ თაობას უნდა შევტენოთ ეს ამბავი. აი რას ეთყოდი იმ ადამიანებს, ვისაც ისევ რუსეთთან ერთად უნდა ყოფნა. აი თქვენს პატრონს. ალბათ მაგას ვეთყოდი მეც რას. აი კლუბური ცხოვრება რატო განვითარდა თბილისში ესე იმ ფონზე, როცა კლუბური ნარკოტიკები ფაქტობრივად არ არსებობს. რა ფენომენია ეს? კლუბური ნარკოტიკები შეიძლება არა, ტაშფანდურიც გვიყვარს, მაგრამ ალბათ განვითარდა იმიტომ, რომ ახალი იყო თავიდან და მიესია ყველა, უცებ რო ბუმი ატყდა ხო, აი თბილისში რო ელექტრონული მუსიკის ბუმია, უცებ რაღაც ახალია რა, ალბათ ეგ მაგით დაიჭირა, დღემდე ესე ვითარდება. ეგ იმიტომ გონია, რომ უბრალოდ რამდენადაც სტრესული გარემოა რეალურ ცხოვრებაში გარეთ ყოველ დღე, ყოველ წამს, გინდა ქუჩაში, გინდა სახლში, ყველგან არის სტრესული გარემო, ეგრე წარმომიდგენიათ, ეგრე ვხედავდი და ეგრე ვხედავ ახლაც. იმდენად თავდავიწყება სჭირდებათ ადამიანებს სადღაც. თავშესაფარია რა. თავშესაფარივით არის, ხო ესე მგონია, რომ მთელი კვირა რო ვიღაცას რაღაცა ცუდად არის და არ მოსწონს გარემო საზოგადოება, იქ ვიღაც ეჩხუბება, ანუ შინაგანაც თუნდაც საკუთარ თავს რაღაცა იქ მიდის მე შაბათს და სვამს თუ რაღაცას ეწევა და რაც შეუძლია რასაც იპოვის იმას არაფხიზელ მდგომარეობაში მოკლედ ცოტა თავს ივიწყებს და ამით შემდეგ კვირას გაკაჩავს კიდე ფხიზლად და ასე შემდეგ. კი ბატონო, აი ხა რო გადაწყდეს რომ საქართველოს ოცნებას უცვლიან სახელს. კონკურსი რო გამოცხადდეს, შენ რა ვერსიას გააგზავნიდი? არ ვიცი, მართლა ქართული ოცნება. რუსულ ოცნებას ალბათ. კაი, საქართველოს გერბზე რა უნდა ეწეროს? საქართველოს გერბზე უნდა ეწეროს ძალა ერთობაშია, მაგრამ და მრავალწერტილი. მრავალწერტილი კი. წელს ვისინატრებდი თოვლის ბაბუაც და რა გინდა რომ მოგიტანოს? ვის არ ვიცი, მაგრამ ვინატრებდი GDP-ს per capita 10,000. რა პატრიოტი ხარ? ძალიან მაწუხებს მართლა ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენი. კაი, ამათგან ვინ რომელ კერძს გაგონებს? კერძს? გებჟალია. არ ვიქნები ალბათ ორიგინალური, არ ვიცი. ძალიან გემრიელია გებჟალია. მეკრებლებს ძალიან კაი კერძები აქვთ. ეს ბატონი ედუარდი მაგონებს თავისი მეუღლისო ნათქვამ
იმას რომ რაღაც მე მგონი 8 ლარი თვეში თუ არა მახსოვს როგორ თქვა, მაგრამ ერთი პერიოდი იმ რაღაცას რა არ ვიცი, იმ პერიოდის რამეს მაგალითად მედოქს თუ მაკარონიან ხაჭაპურს. რაღაცა მაკარონიან ხაჭაპურს. ან პურს. იცი რომ პურს იმ პურის გული რო არ იჭმეოდა, იმიტომ რომ რაღაც ძალიან მაზუთიანი თუ რაღაცა რო სჭირდა და მარტო ქერქის ჭამა რო შეინებოდა, აი მაგ პურს. სააკაშვილი რომელ კერძს მაგონებს ღმერთო? არ ვიცი, მაგრამ კარგად ჭამას მაგონებს რაღაცას, აი როგორ თქვა, რაღაც 4 კილო რაღაც ჭამაო. კაი მაღს. კაი. მარგველაშვილი მგონია რომ ლობიას ჭამს მარტო, ლობიას მაგონებს და ბიძინაზეც უნდა თქვა? ბიძინაზეც უნდა თქვა. ბიძინა რავი, აი ეს თეფში რო არის და რაღაც სალათის ბოთოლი როდესაც ერთი და ძალიან პატარა სტაფილო. ჯანსაღად ყვება non GMO, როგორც იციან ხოლმე. ხო. კი ბატონო, კაი, შემდეგ სტუმარს დავუტოვე, რამე შეკითხვა. სხვათა შორის ფიქრობდი მაგაზე და ვერაფერიც ვერ მოვიფიქრე. შემდეგ სტუმარს რა შეკითხვა დავუტოვო. რას აკეთებს შემდეგი სტუმარი ყოველ დღე იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გახდეს უკეთესი? დიდი მადლობა, მოხვედი წარმატებებს გისურვებ. შენც ასევე. აი, ახლა მოდი ვითამაშოთ ასოციაციობანა, მე შენ გეტყვი ვიღაცებს და შენ აი პირველი რაც გაგახსენდება, მითხარი ის. ცენზურა დავიცვა? ცენზურა შეგიძლია არ დაიცვა. დავიწყოთ? დაიწყე. ეკა ბესელია. ის ფეხსაცმელები რაღაც თეთრი. ბესელკები. მაშუკელი. უფრო როგორ სუნი გამახსენდა, ცუდი. რომელი? აი, ცუდი სუნი. ბაჩო ახალაია. ბაჩო ახალაია სოხუმი. მიხეილ ხუბუტია. პუტინის ტრაკი გამახსენდა პირველი ბოდიში. ირაკლი ღარიბაშვილი. ირაკლი ღარიბაშვილი ის რაღაც ცხოველი არის, არ ვიცი რა ქვია. რომ მსგავსებმა ხოლმე Facebook-ზე ხშირად ხვდება. სახელი არ ვიცი, მაგრამ რაღაც ესეთი ნიკაპი ალბათ ესეთი წაწეული. კარასინი აბაშიძე. რავი, გეი პორნო რამე. პატრიარქი. ერთი სიტყვა რაღაცა. რამდენიმე თუ. აი მომაბეზრებელი, აი ესეთი ბურთს რო უჭრის ხოლმე ბავშვებს ეგეთი მოხუცი. ზაქარია ქუცნაშვილი. ახლა ეთქვა მასმედიის გავლენის ქვეშ ვარ, იმიტომ რომ ქუდი მახსენდება პირველი და რატო არ ვიცი. აი, გია სურამელაშვილი. და საყვარელია გია. მახსენდება ქალების კივილი, რომელზეც ყვება რომ იყო, მე არ მოსწრები ვარ, ანუ ალბათ მოვესწარი, მაგრამ არ მახსოვს, მაგრამ ეს ქალების მასიური კივილი და წივილი, რომელიც ხდებოდა გიას კონცერტებს და გადაღեղილი გულკერტი. ი ბატონო. ღმერთი ადამიანმა შექმნა თუ პირიქით მოხდა? რა თქმა უნდა, ადამიანმა შექმნა. რატო შექმნა? იმიტომ რომ მარტო დარჩენის შეეშინდა. და კიდევ იმიტომ რომ რაღაცებს ვერ ხსნიდა თავის დროზე, როცა ადამიანი არსებობდა და ღმერთს ქმნიდა, რაღაც მოვლენები რაც მაშინ ხდებოდა, მისთვის იყო აუხსნელი და გადაწყვიტა ალბათ მაშინ, რომ მოდი აი ესე, რასაც ვერ ხსნი, ერქვა სახელი ღმერთი და იმიტომ რომ მაშინ როცა მაგას აკეთებდნენ, ყველაფერი იყო ღმერთის დამსახურება, ხო? ეს ღმერთი არ ვლაპარაკობ, მაინც და მაინც ქრისტიანულ ღმერთზე, არამედ ღმერთებზე და რო წვიმდა და ღმერთის დამსახურება იყო, ეს იყო ადამიანის გაუნათლებლობის და უცოდინრობის ბრალი. შენ თუ გწამს აი რამე არა? არც არაფრის. დღევანდელ ეკლესიაში
ბიზნესში რა ხდება, როგორ ფიქრობ? რა ხდება ცუდი, რა ხდება კარგი? ბიზნესი აქვს, რომელიც მუშაობს. შეიძლება დღევანდელი ჩვენი ეკლესია გამოდგეს კარგ მაგალითად კაპიტალისტურ სახელმწიფოებში, როგორ უნდა აწყო წარმატებული ბიზნესი ძალიან იაფად. ან უფასოდ საერთოდაც. მე მგონი უფასოდ, იმიტომ რომ იმ ეკლესიებსაც ხობს ეშენებინებენ და შესაბამისად უფასოა აბსოლუტურად ყველაფერი. რაც მათ დაუჭდათ თორე ეს ყველაფერი ხალხს აი ჩვეულებრივ ბიზნესი რა ვიცი, ვერ უყურებს ხანაირად რა ვქნა, ეს არის მართლა ბიზნეს მოდელია. როგორ დავარწმუნო ამაში ყველა არ ვიცი, მაგრამ მართლა ბიზნეს მოდელია ის, რომ უნდა გადაიხადო ფული აუცილებლად ნაკურთხ სანთელში და ესე შეხვიდე აუცილებლად იმ ეკლესიაში, რომელშიც აუცილებლად რაღაცა ამ ხატთან უნდა მიხვიდე, ის რაღაც თავსაფარი უნდა გეხუროს, ყველაფერი რაღაც გაწერილია, ასე მგონია, რომ არის ბიზნესი და არაფერი საერთო მას არ აქვს იმ წმენასთან, რომელსაც გადაგებენ. აი შენ არ შეგიშვენ შარვლით ეკლესიაში რა სიზა? არ შევალ ალბათ და საერთოდაც არ. აი რო გინდოდეს შესვლა. ვიყავი ამას წინათ, მეგობრის ჯვრის წერა იყო და მოვხდი ეკლესიაში და შარვალი მეცოდა, სხვათა შორის ველოდებოდი, ეხლა რომ ვინმე გამომენთოს და მითხრას რომ შარვლით არ შეხვიდე, რას ვიზამდი. სიმართლე გითხრათ, წინასწარ არ ვიცი, ალბათ ჯერ ვეცდები რომ ავხსნა რომ სურნელური არგუმენტია, არ ვეჭხუბები ალბათ, ვეტყვი რომ რატომ და მე ალბათ მეტყვის რომ დედაკაცი შარვალში ძაგს უფალსა და ამაზე გამეცინება ალბათ, იმიტომ რომ ეხლა სხვანაირად ვერ უყურებ და მე ალბათ გამომაგდებს ისედაც რომ გამეცინება, მე არ უნდა გამოვასწრო და გამომაგდებს. აი 21 საუკუნის ყველაზე მაგარი ქართველები ვინ არიან შენი აზრით? კეთი დევდარიანი. Yes. ესეთი ყველაზე მაგარი ქართველი დღეს 21 საუკუნე ხო ეხა არის, ანუ ეხა 2000-ის მერე. 2000-ის მერე. კიდე? ელენე ხოშტარია მიყვარს კიდე ძალიან. და სუბიექტური უნდა ვიყო ხო რა ობიექტურობა. კი, სუბიექტურად ელენე ხოშტარია. კიდე ყველა ვინც უჩაქემაშვილი არის ერთი ეგეთი ბიჭი, არ ვიცი გაგიგია თუ არა. უჩაქემაშვილი არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ცხოვრობს მე მგონი ლაგოდეხის რაიონია, არ ვიცი, სოფელი ჩუმლაყია ეგეთი და უჩამ თავისი სახლის წინ გააკეთა სკამები მაგიდა, გადმოკიდა Wi-Fi უფასოდ და დაარქვა ამ ყველაფერს უჩას სკვერი და ყველას უთხრა თავის სოფელში, რომ ვისაც გინდათ ინტერნეტში ყოფნა და აქ არ გაქვთ სახლში, მოდით აქ. ხო და ეგ ბიჭი 1-2 წელია მე მგონი რაც ეს სკვერი აქ მოგიტო აკეთებენ და არასტორია მე არ ვთვლი რომ ადამიანის ქესიც გამა უნდა შეირჩეს გინდა პარლამენტში და გინდა ნებისმიერ სხვაგან და როცა ჩვენ ლაპარაკობდით და მე ვეკითხებოდი რომ თავარი არის რომ ადამიანს ჭკუა კონდეს თავში თუ ებას მან ბოლოს და ბოლოს მითხრა რომ სულ ერთია ებას ეხა ეს არის მნიშვნელოვანი და მე ჩავთვალე რომ ხო არა არ მინდა რომ თავარი იყოს პარლამენტში რომ ადამიანს ებას მინდა რომ თავში იყაროს რამე და რამშალობა ქალი იქნება კაცი თუ უცხო პლანეტელი. აი ქართულ ფემინისტებზე რას ფიქრობ? ეს ზოგადად ყველაზე ერთი და იმავეს ვერ ვფიქრობ. არსებობენ სხვადასხვანაირი ფემინისტები, არიან რადიკალურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ეძახიან გაბრაზებულ ქალებს და შესაბამისად ბრაზით ახორციელებენ ყველა თავის ქმედებას, გინდა ფემინისტურს და გინდა ცხოვრებისეულს და ყველაფერს და არსებობენ სხვა ადამიანები, რომლებიც სხვა ქალები და სხვა ქალი ფემინისტები, რომლებიც მუშაობენ კონკრეტულ საკითხებზე, ბრაზის და შეიძლება გაბრაზებულებიც არიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც მოკეთ ცოტა უყურებენ კონტექსტს ქვეყნის სად ცხოვრობენ რეალობას რა არის პრობლემები და რაღაც კონკრეტულ ძალიან ისეთ key ადგილებში ანუ საკვანძო ადგილებში მუშაობენ მაგალითად ვიცი ორი ესეთი ადამიანი ანა არგანაშვილი და ანა აბაშიძე ანები ეგრეთ წოდებული ეგრეთ ეძახიან სულ ხედავ ხომ ისინი მაგალითად სულ არიან რაღაც პანკისში ჩადიან და ახალგაზრდებთან აქვთ ხოლმე სულ ტრენინგები და ეგ ძალიან მომწონს და ქართლის დედას შენ რას დააჭირებდი? აღარ ყავს ხო ქართლის დედა გავიხედე ინსტინქტურად. ქართლის დედა გააჩნია როგორ საქართველოში ვიცხოვრებდი. აი ეხლა როგორში ცხოვრობ? ახლა რა ვიცი არაფერს არ გამოუცვლიდი ალბათ პულტს დავაჭერინებდი უბრალოდ მის ხმლის მაგივრად ხელში იმიტომ რომ რატო არ ვიცი. სერიალს უყურებდა ალბათ ქართლის დედა და მეორე ხელში აჭიროს ისო თასი, იმიტომ რომ ეგ როლი სამწუხაროდ არ შეცვლილა. ხო. აი პირველი მიგახსენდება სიტყვაზე ორგაზმი. ვინ?
რა ან ვინ? რაზე ორგაზმი მახსენდება და ვინზე არავინ არ მახსენდება ესე კონკრეტულად. საკუთარი თავი რა. ორგაზმზე დიდ სიამოვნებას იღებ რამისგან? ჭამისგან, როცა ძალიან მშია. ხო, ელისიბრალია რომ ქართველი ქალების დიდი ნაწილი მე რა აღწევს ორგაზმამდე პარტნიორების? როგორც პარტნიორების, ისე თვითონ ამ ქართველი ქალების იმიტომ რომ არ არიან გულწრფელები, როგორაზეც უკვე ვილაპარაკეთ და იცი რა, ესე მგონია რომ ზოგჯერ დასაშვებიც არის, რომ საერთოდ არ იციან რომ ორგაზმი არსებობს. იმიტომ რომ მე მაგალითად მახსოვს უხრმა ბავშვობაში, როცა ვიყავი პატარა 12-13 წლის, მახსოვს ჩემს სოფელში ერთი ქალი კითხულობდა ჟურნალებს და მეორე ქალს, ანუ მეზობლები იყვნენ, ესე ხმამაღლა გადასძახა რაღაც ბირჟაზე, რომ ორგაზმი რაიაო და ნუ იქ ეხა ვიღაც იცოდა ის სირცხვილით დაიწვა და იმან არ იცოდა რას კითხულობდა და შესაბამისად არ იცოდა უბრალოდ და ერთი ვერსია რომ არ იციან რა უნდა მიაღწიონ და შესაბამისად არც ელოდებიან და ამიტომ პრეტენზიაც არ აქვს და მეორე ვერსია რომ კი იციან რომ იქ რაღაცა კარგი შეიძლება მოხდეს მაგრამ ეხა ნუ აი ეხა ხო არ შეუსწორებენ იქ ვიღაცას და ხო არ ეტყვიან რომ არა მე ჯერ არა და შენ რო უკვე კი მე ესე დავრჩი და რაღაცა იმიტომ რომ ეხავს Ei, ვის და ვის სექსს ნახავდი? არა ვიცი. არ მინდა რა ვის სექსის ყურება. მე მგონი რაღაც მჭირს თავში, იმიტომ რომ ცუდი მომდის ხოლმე თავში აზრად. კაი, ეს შენ თაობას და ჩემ თაობას შორის რა განსხვავებაა? ან არის თუ არა საერთოდ? აი თქვენმა თაობამ ჩვენ ცოტა ტვინი ხო. მოგვიტყნა კი. რატო? რითი? იმით რომ აი რას თქვენ ვერ შეძელით, ძმაო, ჩვენ უნდა ვქნათ. ხო და ჩვენ არც არაფერი დიდად არ გქონდა. ეხა მაგისთვის საბაზისო მომზადებული არ ვიყავით. ჩვენც დავიბადეთ. მე დავიბადე 99 წელს და შესაბამისად ჩვენც გავიზარდეთ ნავთის და პურის რიგებში და მერე უცბად ჩვენ დროს მოხდა ის ცვლილება, სადაც მე მაგალითად საკუთარი ცოდნით ჩავაბარე და არ უყიდია ჩემთვის არავის ადგილი სადმე უნივერსიტეტში და ეს იყო ჩვენი რაღაც წარმატება რა, მაგრამ მაგ ჩვენს წარმატებას რაღაცა ჩვენი თაობის წარმატებას ცოტა წინა თაობა ცოტა შეეწირა სავით, იმიტომ რომ ჩვენზე გადმოვიდა მთელი აქცენტი, რომ აი ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩვენ უნდა წავიყვანოთ ეს ქვეყანა და ჩვენ ვართ მომავალი და მე ცოტა დაგვებოღმა ეს ჩვენი წინა თაობა და მე ისინი დარჩნენ ცოტა ჰაერში და ეხა არ ვიცი საით ვართ, მე მგონი ისევ მომავალ თაობას უნდა შევტენოთ ეს ამბავი. აი რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვისაც ისევ რუსეთთან ერთად უნდა ყოფნა. აი თქვენს პატრონს. ალბათ მაგას ვეტყოდი მეც რას. აი კლუბური ცხოვრება რატო განვითარდა თბილისში ესე იმ ფონზე, როცა კლუბური ნარკოტიკები ფაქტიურად არ არსებობს. რა ფენომენია ეს? კლუბური ნარკოტიკები შეიძლება არა, ტაშფანდურიც გვიყვარს, მაგრამ ალბათ განვითარდა იმიტომ, რომ ახალი იყო თავიდან და მიესია ყველა, უცებ რა ბუმი ატყდა ხო, აი თბილისში რომ ელექტრონული მუსიკის ბუმია, უცებ და ეგ არის ჩემთვის მაგალითი იმის, როგორ შეიძლება იყოს, როგორ სასარგებლო შეიძლება იყოს სხვებისთვის ადამიანის რაღაცა ეს კერძო ინიციატივა და ეხა ინტერნეტ ფორუმზე ვიყავი რამდენიმე დღის წინ და იქ გამოვიდა უჩა და ყველას ექსტრაბერტულობა ქონდა და მოკეთ ძალიან კარგი ბიჭია და ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი ანუ უჩები არიან ჩემთვის საუკეთესო ქართველები. რა შეგვიქმნია ჩვენ მსოფლიო მნიშვნელობის როგორ ფიქრობ? ვეფხისტყაოსანი. არ ვიცი, კიდე სადმე რამე გავიტანე, ღვინო ალბათ? არ ვიცი, ღვინო მსოფლიო მნიშვნელობის რო არის დიდად არ ეტყობა. ანუ რა, სხვა ღვინოებიც არსებობს, ბევრი კარგი გემრიელი და თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აქ გაცილებით ადრე ვაკეთებდით, თქვათ ღვინოს ვიდრე სხვაგან, ალბათ ეგეც, მაგრამ მაინც უფრო გლობალური მნიშვნელობის საერთოდ მთელი მსოფლიოსთვის გონია, რომ არის უფრო ვეფხისტყაოსანი. აი, ეს სამშობლოზე მაგრამ ვინ გიყვარს, ან რა გიყვარს? ნინი ქარსელაძე. ქალთან თუ გიფლირტავია როდისმე? ან თუ უფლირტავიათ და წაყოლი ხარ? კი, ერთიც და მეორეც. მიფლირტავია კიდეც. მერე?
ჩემი განწასული ინიციატივა არ დამთავრებულა რაღაცა ეხლა რაღაცებში არ გადაჭრილა ყოველთვის საყვარელ სცენებში არ მისულა რაღაცა სადღაცამდე მივსულ ვარ სხვისგან წამოსულშიც რამდენიმე სხვადასხვა იყო ეს ეხლა ერთს არ ნიშნავს მაინც და არაფერი რა მაინტერესებდა თავის დროზე და მივხვდი რომ არა ანუ არ არის ეს ჩემი არ მომწონს ისე ვინ მოგწონს აი რომელი ქართველი ქალია შენთვის სექსუალური იცი როგორ არის ძალიან მიჭირს ხოლმე ხშირად ვლაპარაკობ ამ საკითხზე მეგობრებთან ერთადაც და როცა განვიხილავთ ვიღაცა სექსუალურად სულ ყველა არის ხოლმე რომ ამბობს რომ აი ეს არის ლამაზი და არის სექსუალური და ჩემთვის სექსუალურია ვერაფრით ვერ არის ნებისმიერი ძალიან ლამაზი ადამიანი რომელსაც თავში რაღაცები არ უდევს და ამიტომ სულ მიჭირს ხოლმე თქვა ამაკეთა ძალიან ჭკვიანი უნდა იყოს მოკლედ მე რომ სექსუალურებოდეს და რა ვიცი ალბათ ისე ვიმორს ვიტყვი ახლა და მე საღამოს პარემ სადმე დავპატიშებ ორივეს კაცი სექსუალური კაცი ქართველი ხო ალბათ დღეს ჩემი შეყვარებულია სექსუალური კაცი კი ბატონო და ორალური სექსი რატო აღიზიანებთ ვიღაცებს და არ ევასებათ როგორ ფიქრობ რა სისუნელია როგორ არ ევასებათ რატო ილანძღებიან როცა ისმენენ რომ ვიღაცას მოწონს ეს კომპლექსია ჩვეულებრივი ეს არის ანუ ის არის რა რაღაცა არ არის ადამიანი მზად იმისთვის რომ ვიღაცა მეორეს ალბათ უთხრას რომ კი შეჩემა კაია როგორ არა ასწორებს ანუ რაღაცა ჩვენთან ხართ დემონიზებულია სექსი არის ცუდი აქტი ბინძური ფუ ჩუმა ციბნელეში კაი ბავშვის გულობიზა ესა ისა და ორალური სექსი კიდევ უფრო ცუდია იმიტომ რომ ეს არის რაღაცა პირში რანაირად უნდა ჩაიდო ეხა ხო და შესაბამისად რა ვიცი როგორც არ ლაპარაკობ ტუალეტში გასვლაზე და იმაზე რა რამდენს და როგორ შვებიან იქ ისე არ ლაპარაკობენ სექსზე და შესაბამისად აღიზიანებთ ალბათ იმიტომ რომ იქ ასოცირდება სიბინძურესთან რაც ძალიან ცუდია ჩემთვის შენი მთავარი კომპლექსი რა არის ჩემი მთავარი კომპლექსი არის მე მგონი რომ არ დამცინონ და აი არ ვიცი როგორ უნდა მეპასუხო იცი მე კომპლექსები არ მაქვს კომპლექსი ბოლოს მქონდა 16 წლის რო ვიყავი და რა კომპლექსი ძალიან მეცნება ხოლმე მაგას რომ ამბობენ, იმიტომ რომ მაშინ გამოდის რომ არ განვითარდა ის ვიღაცა. ამ ყველაზე მასიური კომპლექსი რა არის ქვეყანაში, როგორ ატყობ? კომპლექსი ქვია თუ რა მაგას არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მასიური ასე ვთქვათ დიაგნოზი რაც შეიძლება ჩვენ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს დაუსვათ და რაც სჭირთ ეს არის რომ ეს ადამიანები არ უსმენენ საკუთარ თავს არასოდეს და არ ელაპარაკებიან საკუთარ თავს და ვერც იაზრებენ შესაბამისად რას რატო აკეთებენ ან რატომ არ უნდათ რომ გააკეთონ ანუ აქ არის ხედებიან ხოლმე რაც აქ უბრალოდ მაგის ბრალია რომ გულწრფელები არ ვართ რა თქმა უნდა როცა ჩვენ არ ვიცით რისი თქმა რა გვინდა რა გვიხარია რა მოგწონს და ამაზე საკუთარ თავთან არ გულაპარაკია და რასაც ესე ვიღაცა გვეტყვის და ო თავს დაუქნათ და მე მაგას ვაწვევით რა თქმა უნდა ტოტალურად ფარისევლები ვართ როგორც სხვებთან ისე საკუთარ თავთან პირველ რიგში ქალების კოტირებაზე რა ვფიქრობ? არაფერს კარგს. რატო? რა რითი ასაბუთებ ამას? ამას ვასაბუთებ იმით, რომ ამ წუთში შეიძლება გაბრაზდეს ახლა ვიღაცა, მაგრამ მისაუბრია სხვათა შორის მიკამათია ზუსტად იმ ადამიანთან ერთ-ერთთან, ვინც არის კოტირების ინიციატორი. და ამ კამათის შედეგად მივედი ამ ადამიანთან მან მითხრა ბოლოს და ბოლოს ის ფრაზა რაც მე მეგონა რომ მე ვფიქრობდი რომ ამას ალბათ ადამიანები ანუ პრინციპში არ არის ეგ ჩემთვის ახდიდად გასაკვირი იმიტომ რომ ყველა ეძებს თავის თანამოაზრეს ხო ჩემი აზრით ეგ არის საერთოდ რაზეც დგას მთელი Facebook-ი და სოციალური ქსელი ვერ ვიტანავ სიტყვას სოციალური ქსელები Facebook-ი რაზეც დგას არის რომ ყველა ეძებს თანამოაზრეს ააზიარებს თავის რაღაცას რაშიც ისევ პოულობს თანამოაზრეს და ასე შემდეგ და დღევანდელი აი როგორი საზოგადოებაც გვაქვს დაახლოებით ეგეთია ყველა ჩხუბობს ხო და არ დაიკლო ამ აგრესია ჩხუბმა არა აი გააჩნია რა მოხდება ხოლმე რაღაც ისეთი მოხდება მაგალითად ერთი ძალიან საინტერესო იყო ზაფხულში შევამჩნიე პირველად უბრალოდ დავაკვირდი
ზაფხულში ხო შვაბუნებები ყოველს ისე გვაქვს რა, ზოგს დასაწყისში, ზოგს შუაში, ზოგს მერე და მაგაზე მახსოვს რომ აი მთელი ზაფხულის განმავლობაში ვკითხულობდი რომ ვინც ჯერ არ წასულა შვაბუნებაში, ისე ჩხუბებოდა იმათ რომ ნუდებთ შვაბუნების ფოტოებს, იმიტომ რომ ჩვენ ოფისებში ვზივართ ვიგუდებით, ვინც წავიდა მერე ის ნიშნის მოგებით იძახდა რომ აი ჩვენ არ დავდებთ ეხა ფოტოებს და არ შეგაწყენთ თავს, იმიტომ რომ აი თქვენ რო დებდით, ან მერე დებდნენ, ну რაღაცა. ყველა ერთმანეთს უტრაკებს მოკლედ რა, როგორც შეუძლიათ. აი ზოგადად მედია თუ ვითარდება ჩვენთან? ვითარდება ალბათ ერთ ადგილას ხო არ იქნება გაჩერებული. ამ ხრივ რამდენად ჩართულია მედია და ახლოს არის ეგრეთ წოდებულ ვირტუალურ მედიასთან. მაგეთკენაც არის კი წინსვლები. ზოგი მიხვდა რომ Facebook-ის გვერდი უნდა კონდეს და იქ რაღაცები დაპოსტოს. ზოგი მედია მაგას როგორც იქნა მიხვდა. მე რა გახსენდება ყველაზე უცნაური ან სასაცილო აი შენი წარსული მოღვაწეობიდან მიმართული. იცი როგორი ამბებია, ძირითადად აი წერ ხოლმე, იმიტომ რომ დასაწერად უფრო წასაკითხად უფრო ადვილი გასაგებია ხოლმე, ანუ მოსაყოლად აი ხო იცი იქ უნდა ყოფილიყავი ხდება ხოლმე და ერთი არის ესეთი რომ შეიძლება ეხლა სასაცილო იყოს, არ ვიცი თავს ვერ დავდებ. გაზაფხული იყო, მე მგონი მაისი ან მაქსიმუმი შეიძლება ივნისი ყოფილიყო ზაფხულის დასაწყისი. მე ხო ჩემი ცოლის დაქალების გვერდიც ვარ. და ჩემი თორის დაქალების სახელით საზოგადოებას ვესაუბრები ხოლმე და მოკეთ მაისია ჩავთვალოთ ეგრე წერს ვიღაცა გოგომ ჩემი თორის დაქალების PM-ში და მეკითხება რომ საიდან არის ერთი კონკრეტული პერსონაჟი ნუნუკა რომელიც ოფლიდან არის და უპასუხე რომელიც ოფლიდანაც არის და შევამჩნე რომ გაუტყდა იმიტომ რომ რაღაც მოწყენილი სმაილები მომწერა და აუ და რა მოხდა მეთქი შევწუხდი ძალიან და ჩემ ქმართან მქონდაო ნიძლავიო მაგაზეო საიდან არისო და წავაგეო და უიმეთქი და ეს ჩემი ცოლის დაქალების სახელით ხდება ოღონდ ეს ყველაფერი და მეთქი და რა წააგეთ თქო თუ საიდუმლო არ არის თქო და $100 და ვაი მეთქი რას ამბობთ $100 ეხა ამ ხელაზეა კურსი და მაშინ იყო რაღაცა 2.18 თუ რაღაცა 2.20 მოკეთ ანუ ძალიან ცუდ დღეში იყო $1 უკვე იმ გადმოსახედიდან და რას ლაპარაკობთ მეთქი ხარ რთულია თქვა ამ ხელა კურსით ამ ხელა თავნის ჩაბარება და რაღაცეებს ელაპარაკე და ძალიან წამომყვარა და ეხლა მოვატყუო და თავიდან რომ მოგწეროთ და რო თქვა რომ ისე მიპასუხოთო რომ მითო მოვიგეო და მეთქი არა ეს სიმართლე უთხრათ ჩემია და რაღაც ძალიან დამეგობრდით უკვე და მე ბოლოს ურჩიე მივხვდი გამოსავალს და ჩემი აზრით და უთხარი რომ მეთქი იცით რა განით მეთქი უთხარით რომ წააგეთ თქო მაგრამ ჩააბარეთ მეთქი ორ თვეში აგვისტოში თქო და აგვისტოში რატო და მეთქი აგვისტოში იმიტომ რომ აგვისტოში $1 შემოდის მეთქი ქვეყანაში ტურისტული სეზონია დეფიციტი არ არის $1 თქო და შესაბამისად $1 ძვირი არ ღირს მეთქი ანუ კურსი დაიწევს თქო და ნუ ძალიან გაუხარდა და ძალიან დიდი მადლობა და ვაიმე და ეგრე ვიზამ და რაღაცა და გავიდა ორი თვე მოვიდა აგვისტო და $1 გახდა 2.40 და მთელი აგვისტოს განმავლობაში ფიქრობდი რა ვუქენი იმ საწყალ გოგოს $20 გაგვალი კი და გავუსტუმრებ აუცილებლად კაი, აი რომელი ფილმი არ გბეზდება არასდროს? როგორ მოვკლათ მეზობლის ძაღლი. არის ეგეთი ფილმი, არაფერი განსაკუთრებული, რაღაც ბრიტანული კომედია, ტრაგიკომედია თუ რაღაც ეგეთი მოკლედ და ძალიან ანუ სულ არ ვუყურებ ახლა შეიძლება 1-2 წელი არ მინახავს, მაგრამ რატომღაც ოდესღაც როცა ვნახე ძალიან მომეწონა და მე სულ ესე მახსენდება ხოლმე რომ არსებობს და შეიძლება მივიბრუნდე და უყურებ ჩვენიერ დღესაც. სერიალი რომელი გიყვარს? ჩემი ცოლის დაქალების ჩემი ცოლის დაქალების გარდა ქარადაი და სტამბოლის ცა. სერიალი მიყვარს, Game of Thrones-ი მიყვარს ძალიან. ამ წუთში ნარკოსი ვნახე და მომეწონა ძალიან, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად გადაღებულია თან ის ესთეტიკა, რომელიც მე ძალიან არ მიყვარს სამხრეთული, მაგრამ ისე გადაიღეს, რომ შემიყვარდა და იქ მომინდა ყოფნა და ეგეც კარგი სერიალია. Netflix-ის არის. Netflix-ის არის მე მგონი, ხო? შეიძლება HBO, არ ვიცი, ხა ვიღაცამ არ მეჩხუბოს ამის გამო თავს ვერ დავდებ ისია. თავარია რომ რაღაცა ჰოლივუდის არის და კაია მოკლედ. და შენ რომ ფილმში ითამაშებდი და ვის? აურანაირ კითხოს მისვა. მე რომელ ფილმში ვითამაშებდი და ვის? ნუ რა ვიცი, ალბათ სადმე ყველაზე. House of Cards-ში ვითამაშებდი. House of Cards-ი ძალიან მიყვარს და მავეცდა მე პასუხა, ვითამაშებდი Carrie Underwood-ს დიდი სიამოვნებით.
მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმე კაცთან. დღეს ჩვენი სტუმარია ბლოგერი სალომე პარკერი. როგორ ახარ სალომე? გამარჯობა. როგორ ახარ კოზირ? კარგად, მადლობა. წინა სტუმრის კითხვას დაგისვამ ნინო გოგუაძის 3 რამ, რაც ყველაზე ძალიან გიყვარსო. ვინ არა რამ? რამ. ცხოვრების ამ ეტაპზე ალბათ, ხო? რა თქმა უნდა. დასვენება. მუსიკა. მასაწევი. კარგი, ჯერ მანქი იყავი თუ ბარკერი გახდი? ჯერ ვიყავი მანქი. მანქი ვიყავი დიდი ხნის წინ. და საიდან მოდის ეს მეტსახელები, მინდა გარქვა? ხო, და ბარკერი? მეცახელი დამარქოს ხოთაშორის ახლა უკვე ცნობილმა პიროვნებამ თინა მემახარაძის შეყვარებულმა ახლანდელმა. რაღაც ვაბირჟავებდით უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, აი 10 წლის წინ და მითხრა რომ მაიმუნს გავხარო და მოდი მანქის დაგიძახებ და ესე უშუალოდ და ჩვეულებრივად და მას მერე რატომღაც და ბარკერი რა საიდან მოდის? ბარკერი არის სინამდვილეში არც არაფერი, არის ერთი ჩემი იმ დროის საყვარელი ჯგუფის დრამერის გვარი, ტრევის ბარკერის. Blink-182 თუ იყო ერთი ეგეთი პანკ ჯგუფი საყვარელი ბიჭების და ისი რა გვარი ხარ? ნიკოლეიშვილი. არაფერი, ანუ არც არ მალავს, ყველას გონია ხოლმე მაგას რომ მეკითხებიან, რაღაც გვარი უნდა უთხრა, არ ვიცი, რაღაცა არ გვარსელოდებიან, არ ვიცი რა გვარსელოდებიან, მაგრამ რაღაცას და ნიკოლეიშვილი რომ მეუბნები, უიმე და რატო მაშინ ბარკერი? ანუ ისეთი გვარი მაქვს ჩვეულებრივი არაფერი დასამალი. აი კითხვა რა გვეშველება რამე? პრობლემა უფრო ის არის, ეს კითხვა იბადება თუ პასუხი რო არ გვაქვს. კითხვა რო იბადება, ძალიან მაღიზიანებს ეგ კითხვა. რატო იბადებ? რას მიანიშნებს ეს კითხვა შენთვის? უმოქმედობას პირველ რიგში იმის გან, ვინც მოკითხოს სვამს. გვეშველება რამე, ვის ეკითხები? ძალიან მაინტერესებს, ვის ეკითხებიან ხოლმე სინამდვილეში, ანუ ვის? ალბათ ზემოთ ვინმეს, რა ვიცი. საერთოდ რამე გაჩნია დღეს თავად პრობლემად ჩვენი აი საზოგადოების. ვიქნები არაორიგინალური ისევ და ვიტყვი რომ გაუნათლებლობა ყველაფერში და ყველგან ჩემიც ყველასი საერთოდ არაპროფესიონალიზმით აქედან მოდის, გაჭირვებაც აქედან მოდის და ალბათ ყველაფერი მითები, ყველაფერი აქედან მოდის ჩემი აზრით. აი წიგნებს თუ კითხულობ. კი. აქ შენი აზრით წიგნს მომავალი? როგორ ფიქრობ? ბეჭდური სახით? ანუ ეს ტექნოლოგიები ჩაანაცვლებს საბოლოოდ თუ დარჩება მაინც ეს პროცესი? ალბათ თუ იმას გულისხმობ რომ იმდენი სახის გასართობი გვაქვს ახლა იმდენი სახით რომ წიგნი აღარ იქნება ჩვენთვის თავარი. ანუ აი პროზა და პოეზია მომავალში ისევ იქნება, როგორ ფიქრობ? პოეზიაზე ვერაფერს ვერ გეტყვი, იმიტომ რომ პოეზია არ მიყვარს ძალიან. რატო? რაღაც ცოტა პათეტიური მგონია ხოლმე. აქვს რაღაც რა თქმა უნდა არსებობის უფლება, მაგრამ მე არ მიყვარს, ან მე არ მიყვარს ეგრე გამოხატვა და არც მესმის ხოლმე და დიდად თავს არ ვიკლავ მოკლედ. და პროზას რაც შეეხება, მე მგონია რომ იქნება კი, იმიტომ რომ ეს არის ადამიანების თვითგამოხატვის საშუალება, ჯერჯერობით ისტორიამ გვაჩვენა რომ არის შეუცვლელი და შეიძლება ერთადერთი დაკარგოს ჩემი აზრით ინფორმაციის მიღების მთავარი ფუნქცია ალბათ, იმიტომ რომ წიგნიდან შეიძლება ადრე ძალიან ბევრი ინფორმაციას გადასცემდნენ, მაგრამ დღეს ყველამ ვიცით, რომ უფრო მარტივად წიგნში სანამ რამეს მოძებნი, ჯობია რომ აგერ Google-ი გახსნა და search-ში ძალიან მარტივად იპოვა, რაც გაინტერესებს და მაგ ფუნქციას ავარაუდოდ დაკარგოს და შეიძლება რაღაც შეიცვალოს ცოტა მიმართულება და რაღაც გავერთოთ უფრო ამ წიგნების კითხვით. აი დღევანდელ ქართულ სოციალურ აი ვირტუალურ სივრცეს როგორ შეაფასებთ? რა ხდება დღეს ამ სივრცეში? ყველაფერი. დავაგდა რაღაცები, ნუ იცი რომ ქაოსი იყო. იცი როგორ რაღაცა არის, ძალიან სულ რამდენიმე რამდენიმე რაღაცად იყოფა, ეტაპად არა, ალბათ უფრო კლანებად იყოფიან ადამიანები. ისევ როგორც რეალურ ცხოვრებაში, სამეგობროებად, რაღაც სამეგობრო წრეებად, ყველას რაღაცა თავისუფალი განსაზღვრული ქცევის მოდელი აქვს ამ ყველა. რა ძირითადი ისინია ჯგუფები? ძირითადი არის, ნუ ეხლა არ შემიძლია რა ვნიშნო, გოგი გვახარიას კლანი. ესე ყოფენ ხოლმე, ანუ რა ვიცი და სახასიათოა ხოლმე რაღაცებს მაგალითად მარტო ერთი კონკრეტული ადამიანები ალაიქებენ კონკრეტული ადამიანის პოსტს. აი თითქმის სულ ყველა პოსტს ერთი და